ერთად ვიყიდე რუმბა და ეს ვარდი. ვიფიქრე რაღაც პატარა ნერგები იყო და ორი ერთნაირი თქო, მაგრამ მაინც არ მგონია, რა თქმა უნდა, ისინი არ არის ერთნაირი, სხვადასხვა ჯიშის ვარდებია. მას ვერ დავარქმევ რუმბას. ეს არის ხვიარა ვარდი, მაგრამ რადგან არა მაქვს ისეთი ადგილი, ამდენი ხვიარა ვარდები დავგა, გადავჭერი, ვიფიქრე როგორც ბუჩქს გავაკეთებ ფორმირებას ასეც. რა ვარდია ეს არ ვიცი. ეხლა ეს პირველად თქვენთან ერთად ვუყურებ. როგორი ლამაზი ფორმა აქვს. თქვენთან ერთად დავტკბი. არა და სულ დავარიგე, ერთი ნერგი დავიტოვე, რომ ვიცოდი, რომ დიდი უნდა გაზრდილიყო და არ მაქვს თუ ადგილი. თან არ მინდა ამხელა ვარდი ბევრი ეზოში თქო და ძალიან ლამაზია. სურნელოვანი არ არის, ნუ სუსტი სუნი აქვს, არომატი. ბევრი ავჭერი ტოტები. ეს გოჟარი. ეს ვარდი. ელენეს ბაღში იყო ეს ვარდიც. ელენიც უჩიოდა, რომ წვიმა თუ მოუვიდა ზედალპებაო და მართალი არის. ესე იგი, ველოდები და ჯერ არც კი გაყვავებულა. და რამდენი ხანია ასეთი კოკრებით დგას. ერთი წელიწადი იყო, რომ ყვაოდა. ესე იგი, გადაპენტილი იყო. თლიანად. თეთრი ბუჩქი იდგა ღრუბელივით, ძალიან მომწონს. მაგრამ ავადმყოფია, როგორც ადრე უკვე აღვნიშნე, აგერ გვერდით მისი პატარები დგას, შვილიკოები. ასეთი თეთრი ქათქათა ვარდი არის. რა ვიცი, იმედია გაყვავდებია და არ ჩამორბება ზეთესე. პიონები. ცოტა კიდე დარჩა. გასაყვავებელი ეს პატარა ბუტონები, პაჭიები. შემდეგი ვარდი. ეს ვარდი არის რაფაელა. ეს ასაჭრელი ვარდი ლამაზი. კოკრებში რომ იშლება არ მომწონს. არ არის ძალიან ჩახუჭუჭებული. უშნო არ არის ლამაზად ნათქვამ, ყველა ვარდი თავისებურად ლამაზია, მაგრამ ეს ვარდი არის ლამაზი კოკორში. რაფაელა.
აქ ძალიან მოედო ეს თურქული მიხაკი, თესლი იყრება და თავისით ამოდის. სულ ერთი ფერის გამიყვავდა აქ და გამრავლდა. პიონებიც მალე ჩაყვავილდება. Queen Elizabeth თითო ორლაღა დარჩა. ამათაც გადავჭრი. მოკლედ ძალიან. მინდა რომ ეს ბუჩქივით იყოს, მაგრამ მე ისევ მეორე ტალღაზე ისევ იმხელა ყლორტებს ამოისვრის. ესე უცბად შემოვურბინეთ ბაღს. ეს გიფსოფილა მაქვს აქ ჩათესილი. ვეღარ და ვეღარ გაყვავდა. მალე აქ იქნება ვარდისფერი ბუჩქი ლამაზი. აქეთ ჩემი პაწია ვარდები. ჩაკალმებულები შემოდგომით გადავიტან ახალ როზარიუმში. რაფაელა წვიმა მზე არ გვიყვარს. იშვიათი ვარდი თუ გაუძლებდა ამ ამინდებს რაც გქონდა. ეს გადასარევი ვარდი, აქ რამოდენიმე ძირი არის ერთად. ამოვიღებ და გავანაწილებ. ძალიან ძლიერი ვარდი არის, ამ სიმაღლე ყლორტები აქვს. ნავახუნე კიდევ. ეს ისეთი პაწიაა და მაინც რამხელა ყვავილები აქვს. მწვანე ვარდი. კიდევ მწვანე ვარდი. Queen Elizabeth. ეს პაწია, ეს ჭრელი ვარდები. რამდენი კუკრები აქვს. ასეთი სილამაზეებია. მთები, ჩვენი მთები. სიმინდის უკვე რამხელა გაიზარდა. უცბად იზრდება. ეს ახალგაზრდა ნამყენია, ახალგაზრდა ვენახი 3 წლის. ახალი ვენახი ჩავყარეთ. ეს ვარდი არ მიჩვენებია. ეს ვარდი არ ვიცი, ამ პამპანელა, ამ ასკოტი. ჯერ არ მინახია, რომ ეს ვარდი მთლიანად ესეთი წითელი ბუჩქი იყოს. ძალიან მძლავრი ბუჩქია, ნახეთ რა სიმაღლეა. მაგრამ კოკრები რჩება, ან ზედალპება,
თუ წვიმა მოსდის, აი ახლა როგორც იქნა თქვენთან ერთად ვნახავ. ლამაზია ძალიან, საათს არაჩვეულებრივი. საინტერესოა როგორი იქნება თუ ეღესა და გაყვავდა ბოლომდე. ასევე ბურთულები ჩამოაჭკნება ან ჩამოალპება ხოლმე ზედ. ყველაზე ძალიან ეს არის მარტო ერთი გაყვავებული. ნახოთ, დაველოდოთ. არც ერთი მხრიდან არა აქვს გაყვავებული. ეს ახლა ამ ხელა ყლორტები, ახალი ყლორტები, ნახეთ რა სიმაღლეებია. ძალიან ძლიერი ვარდია. საუცილებლად ცალკე უნდა იყოს დარგული. ისევ გრძელი ვიდეო გამომივიდა, იქ მეორე ახალ ბაღში ვეღარ მოვასწრებთ მისვლას, იმიტომ რომ მე ძნელად იტვირთება ხოლმე გრძელი ვიდეოები. ეს საერთო ხედი. აქ ჩემი ბოსტანი არის. მზე გამოვიდა. ამით დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ალბათ ესეთ დაწვრილებით ვიდეოს აღარ გადავუღებ, იმიტომ რომ ბევრი ჩაყვავილი და ვარდი. იყოს როგორც დამშვიდობება ვარდებთან ეს ვიდეო, იმიტომ რომ უკვე თითქმის ყველამ ჩაიყვავილა. ესეთი სილამაზე ალბათ წელს აღარ იქნება. მომავალ წლამდე. სამხელა არის. ნახვამდის.